რა შეიძლება აღმოაჩინო სოფლის სახლში, მაგალითად ძველებური პირსაბანი, ალბათ ჩემზე ბევრად უფროსია. ბავშვობაში ხელპირის დაბანის დროს წყლის წვეთები ხელებზე ჩამომდიოდა და ტანსაცმლის გავლით კოჭებს მისველებდა. კიდევ ელექტრომადუღარა, ერთი წუთიც რომ არ სჭირდება ყავის ადუღებას და ცოტა დამწვრი სუნსაც რომ უშვებს. ბევრს არ უყვარს ამაში მოდუღებული ყავა. მე კიდე ძალიან მეგემრიელება, თუმცა მხოლოდ სოფელში. კარადაში აუცილებლად უნდა იყოს 1-2 ბრენდული სამოსი, მაგალითად რალფ ლორენის ზედატანი და ბოსის შარვალი. ალბათ ორივე ჩემზე უფროსია და სავარაუდოდ ამერიკიდან ჩამოსულ წითელი ჯვრის ჰუმანიტარულ დახმარებას ჩამოყვა 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში. ჯერ ალბათ ჩემს უფროს ნათესავებს ეცვათ და შემდეგ მე. მერე რა თუ დიდი მექნებოდა, მთავარია ტანსაცმელი იყო და დიდი ალბათობით საერთოდაც არ მომწონდა მათი ჩაცმა.